მოგესალმებით ბატონო და ხალბატონებო, კოლეგებო. სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას დავიწყებდეთ, მე მინდა საკრებულოს სახელით მივესალმოთ დღევანდელ ჩვენ სტუმარს. ჩვენთან იყოფება ჩვენი მუნიციპალიტეტის მარნეულის მკვიდრი ახალგაზრდა მუსიკოსი შაბან მამედოვი, რომელიც პოპულარულია თავისი საქმიანობით, მაგრამ ბოლო პერიოდში იგი მონაწილეობას იღებს პროექტი ესეთი ხალხური, სადაც მან შეასრულა ერთ-ერთი ურთულეს სიმღერა, მართლაც საოცრად და პროფესიონალურ დონეზე შეასრულა ეს სიმღერა და რა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვიხარია რომ მარნეულის მკვიდრს ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და საერთოდ ზოგადად მინდა რომ აღნიშნო რომ მარნეული ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცნობადი გახდა თავისი სხვადასხვა სფეროში მოვაწე ახალგაზრდების წარმატებებით, ეს იქნება სპორტული თუ კულტურული საქმიანობა, კულტურული მიმართულებით და ამ შემთხვევაში მე მინდა საკრებულოს სახელით და თრიად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სახელით დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ შაბანს ესეთი წარმატებისათვის. ჩვენ გვიამაყება, გვასახელა მის სიმღერას მე პირადად რამოდენიმეჯერ მოვუსმინე და გაოცებული ვარ ამ მაღალი დონის შესრულებით. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით მიულოცოთ ბატონ შაბანს. და მე მინდა შუაგულობით გადავიდე მერიასთან და ახალისების მიდით ხულადი წარმატებებს და იცოდეთ რომ ჩვენ ყოველთვის გვერდში იქნებით ნებისმიერ მოკვლევ ხაზს დაგიჭერთ რომ კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდეთ და წარმატებებს ჩვენ საქმიანობაში. მოგისმენთ მოხადო პირველ რიგში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას საკრებულოს თქვენ პირადად ბატონო ამირან და რაც ყველაზე მთავარია უდიდესი მადლობა ყველას აბსოლუტურად თითოეულ მოსახლეს საქართველოსი აი ამ ხელა სიყვარულისთვის და ამ ხელა შეფასებისთვის, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი პირადად ჩემთვის არის აი ეს სიყვარული. უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის. ასევე მინდა მოგილოცოთ, დღეს არის გიორგობის დღესასწაული თითოეულ დღესას. ფარავდეს წინა გიორგის ლალა და მადლი ჩვენთან გავს, ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას. ეხლა გადავიდეთ საქმეზე, განვიხილოთ საკითხები, 8 საკითხი გვაქვს დღეს განსახილველი. პირველი საკითხი გახლავთ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის ნომერ 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ბატონი კოპა ჩხიტონიძე მოახსენებს. ისმენთ ბატონო. მოგესალმებით ბატონებო და ხალბატონებო, წარმოგიდგენთ დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახური ცვლიდან წარმოსადგენს საკითხებს, სადაც განხორციელდება გარკვეული ცვლილებები, ანუ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ნომერ 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ორგანიზაციული კოდი 020101 გზების მოვლა შენახვა, საქონელი და მომსახურება გაიზრდება 4 მილიონით. ორგანიზაციული კოდი 0402 სკოლამდელი დაწესებულებების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა, მუხლი, არაფინანსური აქტივების ზრდა გაიზრდება 175,324 ლარით. შემდეგ ორგანიზაციული კოდი 020102 გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა ამ ეტაპისთვის შემცირდება 1 მილიონი ლარით. 020703 ორგანიზაციული კოდში მრავალსართულიანი შენობების ფასადური რეაბილიტაცია, სხვა ხარჯები შემცირდება 1,40,000 ლარით. ხოლო 050103 სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა, ასევე არაფინანსური აქტივების ზრდა შემცირდება 2,195,324 ლარით. ასევე განხორციელდა შიდა ცვლილება მუხლებს შორის 050202 კულტურული სფეროს ღონისძიებების სხვა ხარჯები დამინუსდება 1800 ლარით, რომელიც გაიზრდება სუბსიდიების მუხლი ასევე 1800 ლარით. ამრიგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილური ბიუჯეტის პროექტ შემოსავლები განისაზღვრა 79,962,775 ლარით, ხოლო გადასახდელები განისაზღვრა 86,752,559 ლარით.
ეს საკითხი იყო დღევანდელ საკრებულოს ფორმაზე წარმოდგენილი და გთხოვთ რომ მიყაროთ კენჭი ბატონო. კითხვები ხომ არა გვაქვს? ყურადღებით იყავით კითხვებს, როცა მე ვსვავ, კითხვები ხომ არა გვაქვს? მე საკრებულოს სხდომა რო სრულდება, მე ითხოვენ ზოგიერთები რაღაცა თუ ისმეს რამე კითხვები გაქვთ, შეგეძლიათ ახლა დასვათ კითხვა და გიპასუხებთ როგორც საჭიროა ისე. კარგით, მაშინ გთხოვთ ხელისაწევით დამედასტუროთ ვინ არის მომხრე წინააღმდეგი მადლობა. მეორე საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის ნომერ 35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქალბატონი ნინო ბერიძე მოგახსენებთ. მოგესალმებით. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი დღეს თქვენს წინაშე წარმოდგენილია სამი საკითხით. პირველი არის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის ნომერ 35 დადგენილებაში ცვლილების შეტანა. ეს გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, როგორც იცით, შეიცვალა კანონმდებლობაში სიტყვა გენდერი და იგი ჩანაცვლდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ასე და გენდერული თანასწორობა შესაბამისად იცით რომ აპარატში ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული იყო გენდერული საკითხების და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება, სწორედ ამიტომ შევიტანეთ შესაბამისი ცვლილება და გადაერქვა სახელი განყოფილებას და შემოვდივარ წინადადებით რომ საკრებულოს ამ განყოფილებას ეწოდოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ინოვაციების და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება. ფაქტიურად ის უფლებამოსილებები რაც ჰქონდა განყოფილებას რჩება და ფართოვდება რამდენიმე პუნქტი და ასევე ემატება განსაზღვრულად ქალისა და მამაკაცის თანასწორობა და შესაბამისი ცვლილებებს ველოდებით ახლა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან დაკავშირებითაც და შემდგომში უკვე მოხდება შეცვლა ამ საკითხესაც. გთხოვთ ბატონო ამირანტენკო. ჩვენ ამ თემაზე ქონდა მახინები დეტალებში გავიარეთ ეს საკითხი და ბოლო შევჯერდით რომ ამ ფორმით დადგმობდა სახელი, ესე იგი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ინოვაციების და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება და მე მგონი სწორად შევარჩიეთ. გთხოვთ ხალი დაუჭიროთ ვინ არის მომხრე, ხელისაწევით დავადასტუროთ. შეიძლება გენდერული თანასწორობის საბჭო, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭო. სავარაუდოდ გაკეთდება ეგრე, დიახ, ჯერჯერობით არ არის აქ ცვლილება, როგორც კი მთავრობა შესაბამის თქვენ იცით რომ პარლამენტში მოქმედებს ეს თანასწორობის საბჭო, როგორც კი მოხდება შეცვლა სახელი სიმწოთას ჩვენც მივიღებთ რეკომენდაციას და რა თქმა უნდა არსებული კანონმდებლობის გენდერი ყველგან ჩანაცვლდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განმარტება გაკეთდა, რასაც თვითონ გენდერიც ითვალისწინებდა. მეორე საკითხი გახლავთ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის ნომერ 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანა. ეს გამომდინარეობს იმ პირველი საკითხიდან, რომელიც უკვე მოგახსენეთ, საშტატო ნუსხაში იცვლება მხოლოდ ამ განყოფილების დასახელება. სხვა ყველაფერი ნუსხა, თანამდებობრივი რანგირება, რაოდენობა და სარგო ყველაფერი რჩება უცვლელი. მხოლოდ და მხოლოდ შედის ცვლილება განყოფილების დასახელებაში. და გთხოვთ გთხოვთ ვინ არის მომხრე, ხელისაწევით დამედასტუროთ წინააღმდეგი. მადლობა. შემდეგი საკითხი საწვავთან დაკავშირებით. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების მინისტრის დაწესების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის ნომერ 75 განკარგულებაში შედის ცვლილება და საკრებულოს ლიმიტები საწვავის მუხში მცირდება ძალიან. ამიტომ ხმამაღლა თქვათ ვამცირებთ საწვავებს
კი ბატონო. კარგით. თხოვთ ვინ არის მომხრე, ხელისაწევით დამიდასტუროთ. წინააღმდეგი. მადლობა ბატონო ნინო. მეხუთე საკითხი, ახლა მანეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2025 წლის საწვავის და სასწავლო ლიმიტების განსაზღვრის თაობაზე ბატონი მამუკა შრომითიძე მოგვახსენებს. გისმენთ ბატონი მამუკა. Salmevit, diax წარმოდგენილი გვაქვს ბატონო ამირან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საწვავისა და სასაუბრო ლიმიტების განსაზღვრის თაობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 73 განკარგულებაში ცვლილების შესახებ. ზუსტად აღნიშნულ განკარგულებით მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის საკუთრების უფლების აღიარებით კომისიას გამოყოფილი ჰქონდა 150 ლიტრი დიზელის საწვავი. აღნიშნულ კომისიას მანქანა გადაეცა, რომელიც მოიხმარს ბენზინის საწვავს, ხოლო საწვავის ცვლილება გვინდა, რაოდენობა არ იცვლება, დიზელის საწვავი შეიცვალოს ბენზინის საწვავს. თხოვთ დააყენოთ კენჭის კლასი. გებია, თხოვთ ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? მადლობა. მეექვსე საკითხი, ინდივიდუალური დეტალური განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიციირების გადაწყვეტილების შეთანხმების შესახებ. ბატონი ადილ ალიევი მოგვახსენებს და ბატონი ჯაბა შემდეგ დეტალურად მოგვახსენებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 5 მაისს წერილით შემოსულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ურბანული განვითარების სივრცის მოწყობის არქიტექტურული და მშენებლობის NSLB-ის ინიციატივის საფუძველზე მის სახელმწიფოში არსებული სასოფლო-სამეურნეო საძოვარი დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მუშაობების ინიციირების მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებას. მიმდინარე წლის 5 მაისს წერილით შემოსულია კიდევ მერის ურბანული განვითარების სამსახურის წერილია შემოსული მოხსენებით ბარათის შესათანხმებლად წარმოდგენილია დოკუმენტაცია იგივე კომპანიის ანუ შპს NSLB-ის ინიციატივის საფუძველზე მის სახელმწიფოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური განაშენების დეტალური გეგმის შემუშავების ინიციირების მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება. შპს NSLB მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ორი მიწის ნაკვეთი, ორი განცხადებით მოგმართა და მოითხოვა დეტალური გეგმის შემუშავების თანხმობა. ამიტავზე მოგახსენებთ, რომ მიწა არის საკმაოდ მასშტაბური, ორი მიწის ნაკვეთია, დაახლოებით 18 ჰექტარს მოიცავს მიწის ნაკვეთები, ითხოვენ მიწის ნაკვეთებზე ახალი საცხოვრებელი უბნის გაშენებას, კერძოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ტერიტორია წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ანუ ჩვენს ტერიტორიაზეა, არის კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზეა მიწა. ყველას მოგეხსენებათ, ითხოვენ ამ ტერიტორიის განაშენიანებას და მე ვფიქრობ, რომ მოეწყობა ძალიან კარგი საცხოვრებელი უბნები, თუ ამის თანხმობა გაიცემა და თუ ეს ასე ვთქვათ შესრულდება და მე ვფიქრობ, რომ შესრულდება, იმიტომ რომ სერიოზულად არის ვთქვათ მოთხოვნილი და წარმოდგენილი რაც არის ძალიან კარგი და მე პირადად ნანახი მაქვს ეს პროექტი, ეს ადგილმდებარეობა არის იაღლუჯის ტერიტორიაზე, სადაც აბსოლუტურად სიცარიელია დღეს. და შეიძლება ითქვას, რომ ბევრგან ნაგავსაყრელებია. ეს ფაქტურად მიმდებარე ტერიტორიად ითვლება რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრება, მაგრამ ეს არის საკუთრებაში, ამ კერძო საკუთრებაში, სადაც ითხოვენ ამ განაშენებას. ახტები, აქ არის ეჯიადი საცხოვრებელი სახლები, თავისი ქუჩებით, კეთილმოწყობილი ქუჩებით და სკვერებით და ასე შემდეგ. ძალიან კარგი პროექტია, რომელიც ამ სიცარიელეს, ცარიელ ადგილს, რომელიც გამოიყენებენ დღეს ნაგავსაყრელად, იქნება ახალი დასახლება, სადაც იქნება შეიძლება ჩვენ მოქალაქეებს რომ ახალი საცხოვრებელი უბანი შეემატება მარნეულის რაიონს და ვისასალმებია და მე ვფიქრობ რომ ხარ უნდა გავუწევთ. ამ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ თანხმობა საკრებულოსგან, უბრალოდ რომ ჩვენ გავცეთ დავალება და შემდეგ მეორე ეტაპზე წარმოდგენილი იქნება კონცეფცია დეტალური გეგმის და მას წარმოვადგენთ და განვიხილოთ ერთად და მე მგონი ყველასთვის იქნება მისაღები და ყველასთვის მოსაწონი იქნება. ხომ არა გვაქვს მაინც კითხვები ისმეს? კარგით. გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკითხს, ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? მადლობა.
მადლობა ბატონო ადი. და ბოლო საკითხი სოციალური საკითხები ბატონო ზურაჭვენიაშვილი. მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო. შემოსულია სამი მოქალაქის განცხადება. აქედან ორი არის პენსიონერი, ერთ-ერთ ოჯახს ყავს მშობლები პენსიონერი, რომელიც მუდმივად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას და მეორე არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც ასევე ითხოვს ფინანსურ დახმარებას. განცხადებების განხილვისა და შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ეს ოჯახები აღნიშნულ ეტაპზე საჭიროებენ ფულად დახმარებას. ვთხოვთ, პატიმულო კოლეგებო, ხარი დაუჭიროთ, ბატონო. კი, სამი განცხადება, სამი მოქალაქის განცხადება შემოსული. ვთხოვთ, პატიმულო კოლეგებო, დაუჭიროთ მხარი მათ დახმარებას და ჩვენ კი ვთხოვთ მერიას, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში აღმოუჩინონ ამ ოჯახებს ფინანსური დახმარება. დაძაბულობის ფარგლებში. კი ბატონო. ბატონო ამერიკელი წყალი დააყენოთ. ამბობა ვინ არის მომხრე გთხოვთ ყველი საწევიდან გასულოთ. წინააღმდეგი. მადლობა. დღევანდელი საკითხები ამით დასრულებულია. მადლობა მოგახსენებთ მოგზაურობისათვის.